შუახევის სპორტულ ცენტრში ქართულ ჭიდაობაში აჭარის პირველობა გაიმართა. ტურნირი უფროსი ასაკის სპორტსმენებისთვის ჩატარდა და მასში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან 50-მდე მოჭიდავე მონაწილეობდა. შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და გამარჯვებულები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ამასთან დღეს დაკომპლექტდა აჭარის ქართული ჭიდაობის ნაკრები, რომელიც საქართველოს პირველობაზე 24-26 აპრილს ახმეტაში იასპარეზებს. ღონისძიება აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ჩემ გამარჯვებას უძღვნი პატრიარქს ილია მეორეს და შემდეგში კიდე იყო დაძაბული ბრძოლები, იყო კარგი შეხვედრები და წაგებული ფალავნობიდან გამომდინარე ვემზადებოდი და აჭარის აბსოლუტური წონა დავიჭირე პირველ ადგილზე გავედი და მოვემზადები ახლა შემდეგში საქართველოს ჩემპიონატზე. დიდი ხანია ტრამვის გამო არ მიღია მონაწილეობა და კმაყოფილი ვარ და გახარებული ვარ, რადგან 90 კილოგრამ წონის კატეგორიაში ავიღე პირველი ადგილი. ნამდვილად უპრეცედენტოა, როცა 5 წონით კატეგორიაში, ისიც დიდებში 42 მონაწილე იყოს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენთან ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია, ქართული ჭიდაობისადმი დამოკიდებულება ჩვენი სპორტსმენების გაიზარდა, мотиваცია გაიზარდა. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია შეეცადა, რომ სამოტივაციო სპორტსმენებისთვის ამ წლიდან ჩვენ უკვე ფინანსური, ასე ვთქვათ, ფულად თანხების გაცემას დავიწყეთ. ამანაც შეუწყო ხელი ერთგვარად, თუმცა ეს არ ცვლის იმ რეალობას, რომ ჩვენი ეროვნული სახეობისადმი სპორტსმენთა დამოკიდებულება და мотиваცია გაიზარდა.